დღეს წარმოგიდგენთ Peugeot 2008-ს. ეს არის მეორე თაობა, პირველი თაობა იყო 2013 წლიდან 2019 წლამდე და 2019 წლიდან უკვე გამოდის ეს მეორე თაობა. დიზაინი საკმაოდ ლამაზი არის, სხვა შორის ძალიან ბევრი ჯილდო აქვს ამ ავტომობილს მიღებული. Red Dot Award-მა Production Design-ის პრიზი გადასცა ამ ავტომობილს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო. ესეც აღსანიშნავია. ხოლო ძრავს რაც შეეხება 1 და 2 Pure Tech-ის ძრავი რაც არის, რამდენჯერმე დასახელდა წლის ძრავად. 2015-2018 წლებში იყო ეს ყველაფერი. Peugeot-მ რაც გადაწყვიტა რომ რებრენდინგი გაეკეთებინათ, მაგის მერე გაყიდვებში საკმაოდ წარმატებული გახდა. ძალიან დახვეწეს ვიზუალური მხარე. გაყიდვების მხრივ, ეხლა დღესდღეობით ეს კონკრეტული 2008 წამყვანი არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პირველ ადგილზე არის, რასაც BSUV-ები, რასაც ქვია. გადაასწრო თავის კონკურენტებს, როგორიც არის Renault Captur, Volkswagen T-Cross და ასე შემდეგ სხვა ავტომობილებს. ძალიან მომწონს ვიზუალური მხარე და მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო ეს ლოგო თავისი, რაც აქვს ლომის და აქაც აი ბრჭყალებივით დატანილი აქვს მაშუქებში, ასევე აქაც რაღაცა ბრჭყალის ფორმის ვიზუალი აქვს. საკმაოდ ლამაზია, მიმზიდველია, ცოტა აგრესიულიც არის. გრილიც საკმაოდ ლამაზია, დახვეწილი, მიუხედავად იმისა, რომ დიდია, მე ძალიან მომწონს. დანარჩენი ვიზუალური მხარეც რომ მოვიხილოთ, გადავიდეთ გვერდითა ნაწილზე და შევხედოთ გვერდიდანაც. არა, ძალიან დახვეწილი ვიზუალი აქვს, ამაზე ვთანხმდებით. დავიწყოთ დისკებიდან. საკმაოდ მიმზიდველია, არა სპორტული და არც უნდა იყოს ეს ავტომობილი სპორტული. საოჯახოდ, მე მგონი იდეალური ავტომობილია, ვატარეთ, ვიარეთ, სანამ წამოვიყვანთ test drive-ზე. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სხვათა შორის, ქალბატონები უფრო ყიდულობენ ამ ავტომობილს, ვიდრე მამაკაცები. და ეს ტენდენცია ასევე არის საქართველოშიც. და უნდა ითქვას, რომ ეს 2008 აწყობილია 208-ის ბაზაზე. რას ნიშნავს? უფრო ამაღლეს კლირენსი, ოდნავ ზომებში გაზარდეს ჩვენი 208 და გამოვიდა 2008. მოდი უკანა ნაწილიც ვნახოთ, როგორ გამოიყურება, როგორი საბარგული გვაქვს, რამდენად ტევადია და მერე უკვე ინტერიერშიც გადავინაცვლოთ. უკანა ნაწილიც ვთანხმდებით, რომ მიმზიდველია, განსაკუთრებით აი ეს მინდა განახოთ. ჭყალის ფორმის იმიტაციას აქაც იმეორებს ფარში შიგნით და ესე ძალიან მომწონს. უცხო ვიზუალი აქვს და მიმზიდველია. მოდი საბარგულიც გავხსნათ და ვნახოთ რა ჩაგვეტევა სამოგზაუროდ სადმე რო წავალთ. სივრცე გვაქვს, არა ძალიან დიდი, მაგრამ 3-4 ადამიანის რაღაც პატარა ხელბარგი ჩაეტევა, რომ სადმე წავიდეთ, თუნდაც ქალაქგარეთ, სხვა შორის ცოტა სწავს. დიახ, 5-დან 6 ლიტრამდე. 6-7 უკვე ქალაქში, ტრასაზე 5-6. რაც ძალიან კარგი შედეგია, მით უმეტეს 1 და 2 არის ძრავის მოცულობა. აქ სხვა ისეთი არაფერი არ არის, განსაკუთრებული. ერთადერთი ცოტა უხეში არის დასაკეტად. ხო, ცოტა მძიმეა. პირველ რიგში ინტერიერში ალბათ რაც მომენტალურად ხვდება არის ახალი დიზაინის საჭი, რომელიც ძალიან ლამაზია, მოჭრილი ფორმის მქონე საჭია, რატომღაც მე მეჩვენება პატარა, ან შეიძლება მართლა დააპატარავეს, მაგრამ კარგად ჯდება ხელში. უცხო ვიზუალი აქვს ინტერიერს, მოდი აქედან დავიწყოთ. თუნდაც ღილაკები ძალიან ლამაზი დიზაინით არის გადაწყვეტილი, აი ხელითაც რო ეხები სასიამოვნოა ძალიან. ციფრული მაჩვენებლების დაფა, ცალკე აქეთ მონიტორი და ამ მონიტორის უპირატესობა არის ის, რომ როგორც მობილურში შეგიძლიათ რაღაც ვიჯეტები დაალაგოთ იქით-აქეთ, ასევე შეგიძლია იგივენაირად გააკეთოთ აქაც. მაჩვენებელთა დაფაზეც ანალოგიურად, რასაც გინდათ იმას გამოიტანთ და იმას დააყენებთ, აქაც შეგიძლიათ ჩვეულებრივად გადალაგება, გადმოლაგება ყველაფრის რა როგორ გინდათ. აქვს სავარძელების გაცმობა ამ ავტომობილს, ეს კონკრეტული კომპლექტაცია არ არის მაქსიმალური, არის საშუალო კომპლექტაცია, ამიტომ ელექტრო სავარძელები არ გვაქვს ამ შემთხვევაში. ავტომატური გადაცემათა კოლოფი გვაქვს, პარკინგი ჩვეულებრივად ღილაკზე, მართვის რეჟიმები სხვადასხვა, თოვლის, ტალახის, ქვიშის და სტანდარტული მართვის რეჟიმი. ასევე რაც ძალიან მომეწონა, არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო, ეს უბრალოდ არის აი ეს სათავსო. მოკლედ, აქ ეხლა რა ხდება? ტელეფონის დასადები ერთი ადგილი ძალიან კარგი აქვს, დაბლა, მაგრამ ამას თუ დავაწვევით, აქაც შეგვიძლია ტელეფონი დავდოთ, ისე რომ თან დავტენოთ, მაგრამ ამის გარდა, რაც იფიქრეს და არც ერთ ავტომობილს ჯერ არ შემხვედრია,
არის აი ეს. ეს პატარა ერთი დეტალი, რომელშიც აი ესე თუ ჩავდებთ მობილურს, შეგვიძლია ან მეპი ან რაღაც რაც მინდა ჩავართოთ, ან უბრალოდ გვედოს ესე მობილური ტელეფონი. ეს ძალიან კარგია. არ არის რაღაცა განსაკუთრებული მოფიქრება, სასწაული, ინოვაცია, მაგრამ ძალიან მაგარია. გვაქვს ასევე პანორამა, ჭერი, რომელიც გადადის კიდევაც უკან. მოდი, თან განახებთ. დავქოქოთ და გადავწიოთ. ხო, მეც არ მიდის. სხვა სათავსოები მეტი აქეთ გვაქვს. საკმაოდ კარგი სივრცეა აქაც. აქაც ვნახოთ, ძალიან ღრმა და ის არ არის, მაგრამ ხელი კარგად ჩადის. დაახლოებით ამ ხელა სივრცეა. რაც შეეხება უკანა ნაწილს, სივრცე საკმაოდ კარგი აქვს. თავისუფლად დაეტევა ჩემი აღრაგობის 2-3 ადამიანი. რა თქმა უნდა, ზოგადად 2 ადამიანზე არის ხოლმე გათვლილი, მაგრამ საქართველოში 3 ნივჯდებით, 4 ნივჯდებით ხოლმე უკან. ხო. საკმარის სივრცე არის. კი. კარგი. ეხლა შეგვიძლია გავიდეთ, გავიაროთ და მართვის ემოციებით შემოგთავაზოთ. სხვათა შორის ძალიან სახალისო ემოციები აქვს ამ ავტომობილს. დანარჩენს უკვე გზაში მოგიყვებით. რა შეგრძნებები მოაქვს Peugeot 2008-ს. პირველი ისევ და ისევ არ შემიძლია არ აღვნიშნო საჭე, ძალიან მართლა ძალიან კაია, კაი მატერიალია, ხელში კარგად ჯდება. სასიამოვნოა შეხებისას. ეს უცნაური ფორმაც, რაც აქ აი ძალიან მომწონს, ძალიან უცხოა. მაჩვენებელთა დაფა. შეგვიძლია ფერები უცვალოთ, ეხლა მიყენია წითელზე და აგრესიულია, ლამაზია. მომწონს მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი არ არის სპორტული ავტომობილი, ასე ვთქვათ, გათვლა საერთოდ არ აქვს რომ იყოს სპორტული. არც ისე მოსაწყენია. რამაც ცოტა გამაკვირვა, იმიტომ რომ ძალიან კარგი რეაქცია აქვს. მანევრიც ასე თუ ისე ნორმალური აქვს, კარგადაც უხვევს. ანუ ის რაც ახასიათებდა და ახასიათებს hot hatchback-ებს ფრანგულებს, აი ეს ხასიათი მაინც აქვს. შეუნარჩუნეს, დაუტოვეს და ეს ძალიან მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ არის 1 და 2 ლიტრის მოცულობის ძრავა, არც თუ ისე ნელია. ჩქარი არის თქმის, მაგრამ საკმაოდ დინამიური და კარგი აჩქარება აქვს. გულგრილს ესე არ დაგტოვებ, თუნდაც გასწრებაზე, როდესაც გახვალთ. ვარსკვლავებს არ წვიტავს და არც რაღაც სასწაულად სწრაფია და არც მოეთხოვება ამ ავტომობილს, რომ სწრაფი ავტომობილი იყოს, იმიტომ რომ როცა მართავს, საერთოდ არ გიჩნდება იმის შეგრძნება, რომ აი დავადგათ გაზ და რაღაც სწრაფად წავიდეთ და ასე შემდეგ. ეს ფიქრები საერთოდ არ გაქვს, როდესაც ამ ავტომობილს მართავ. ასევე ზომებიდან გამომდინარე ძალიან მარტივია მისი პარკირება. პრობლემას არ წარმოადგენს, ნებისმიერ ადგილას ვეტევით კარგად. და რაც ძალიან მომწონს ის არის, რომ კი პატარაა ზომაში ვიზუალურად. არც თუ ისე პატარა ინტერიერი აქვს. ანუ საკმაოდ კარგად ვზივართ, ეხლა რამდენიმე ადამიანი რო ვიჯეკით. ერთმანეთს ანუ ხელს ასე არ ვედებოდი და რაღაცებს არ უკეთებდით რა, ანუ ხელს არ უშლით ერთმანეთს. რაც შეეხება სავარძლებს. რაღაც კომფორტის პიკი არ არის, მაგრამ მთელი დღეა რაც გადავაადგილდები მანქანით და დაღლის შეგრძნება არ მქონია. საკმაოდ პოპულარული მანქანაა ევროპის მასშტაბით და არა მარტო ევროპის მასშტაბით, მსოფლიო ბაზარზეც ნომერ პირველი არის თავის კლასში გაყიდვებში. ასევე ანუ მარტო ევროპაში არ იყიდება. სამხრეთ ამერიკაში ჩედის, ჩინეთის ბაზარზე შევიდნენ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ შენ როცა თავაზობ ევროპულ მანქანას ჩინელს, არ ვიცი, დღეს ჩინელები აკეთებენ ისეთ ტექნოლოგიით ავტომობილებს და ისეთი დაბალი ფასი აქვთ, რომ აი არ ვიცი, ძალიან რთულია კონკურენცია გაუწიო, მაგრამ როცა ჩინეთში კონკურენციას უწევ ჩინურ ავტომწარმოებლებს, ეს უკვე ძალიან მაგარი შედეგია. ამაზე ალბათ ყველა ვთანხმდებით. ხმის იზოლაციაც ნორმალურია, რაღაც გარეხმები დიდად არ გვაწუხებს, იდეალური და რაღაცა ისეთი არ არის, რომ არაფერი არ შემოდიოდეს და სრული სიჩუმე იყოს სალონში. დიდად არც მომწონს, იმიტომ რომ რაღაცა გარეხმებიც აუცილებელია, რომ გვესმოდეს
ამაში ალბათ დავეთანხმებით. დანარჩენი ფასიდან გამომდინარე, ვფიქრობ ძალიან კარგი ავტომობილია. მით უმეტეს ქალბატონების რჩეული ავტომობილია Peugeot 2008 და დავეთანხმებით ქალბატონები ყოველთვის მართლები არიან. ხო, საჭეს რაც შეეხება, საკმაოდ რბილი საჭი აქვს. როგორც იტყვიან, ნეკათითიც შეგიძლია დატაროთ. აი ესე ძალიან მოყვება. ფაფუკი, ისეთი მსუბუქი საჭი აქვს ძალიან. ესე ძალიან მომწონს. და Peugeot rebranding-ის შემდეგ სასწაულები გააკეთა. და ბრავო. ჩვენ კიდევ გეგმავთ რამდენიმე მოდელი გადავიღოთ. Peugeot-ი ძალიან მაინტერესებს და თუ შესაძლებლობა გვექნება რომ GTI გადავიღოთ ახალი, ესე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ძველი Peugeot GTI-ც RC-ც აი არ ვიცი, ფანტასტიკური ავტომობილები იყო და ხო, პატარა ისეთი შეიძლება წვრილმანი დეტალია, მაგრამ მუხრუჭი. აი არ ვიცი, სასწაული მუხრუჭი აქვს რა. აკვებს სახე შეიძლება გარტყმევინოს საჭეზე, აი აჩერებს ეგრევე, აი არ ვიცი. ბრავო, ძალიან კარგია.